მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიტი გვაქვს. უახლოესი 9 თვე, ეხლა 16 სექტემბრის გადადის შავი მთვარე, ტრანზიტული შავი მთვარე თხის რქაში და ეს ყველაზე იმოქმედებს, ყველაზე თან თავისებურად იმოქმედებს, მაგრამ ტენდენცია იქნება მაინც ერთი და მნიშვნელოვანი არის, რომ ვიცოდეთ რა ენერგიები შემოდის ეხლა სამყაროში და რა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ შავი მთვარე ჩვენთან სიმბოლურად აჩვენებს ჯერ ერთი რომ ნიშნის ყველაზე ბნელ, ყველაზე დაფარულ ენერგიას თვითონ რაც ვერანაირ პლანეტა ამას ვერ გამოხატავს, ხოლო შავ მთვარეს შეუძლია სრული ბოროტებას რო ეძახით, სრული ჩრდილოვანი მხარე, სრული შავი ენერგიას რო ეძახით, ხო? ეს არის შავ მთვარის სიმბოლიკა ზოგადად. ამიტომ ერთ-ერთი პლანეტა, ერთ-ერთი სხვა ფიქტიური წერტილი ნიშნის ზოდიაქოს ისეთ ბნელ ენერგიას ვერ გამოხატავს, როგორც ეს შეუძლია შავ მთვარეს. ანუ დედამიწის, ანუ ადამიანური ლოგიკით შავ მთვარე არის სრული ბოროტება ჩვენთან. განსაკუთრებით თხის რქაში ყველაზე ძლიერი არის შავ მთვარე, იმიტომ რომ თვითონ თხის რქის ენერგია განასახიერებს, როგორც ყველაზე ნათელი კუთხითაც შეგვიძლია რომ დავინახოთ თუ ნათელა იმ მფარველი ანგელოზი ვისაც აყავს თხის რქაში მაგალითად, ხო? თუ არის ის ნათელი, როდესაც მაქვს შორეული მიზნები, მაგრამ ყოველდღიურად ნელა ვშრომობ და ის შორეული მიზანი ჩემ ეგოს არ ემსახურება, ის საყოველთაო სიკეთეს ემსახურება, აი მისი ჩრდილოვანი მხარე არის ბოროტად, მაგალითად ძალაუფლების მოპოვების მცდელობა, ეს არის ავტორიტარიზმი. აი თვითონ პოლიტიკურ სტრუქტურებში თუ შევხედოთ პუტინს მეათე სახლში ყავს შავი მთვარე, რომელიც თხის რქის მსგავსი არის, მაგალითად, ნუ იგივე ენერგია არის. მაგალითად, ჩვენთან ახლა ჩვენ ქვეყანას განსაკუთრებით შეეხება, იმიტომ რომ თვითონ ვინც ახლა ამ ქვეყანას მართავს შავი მთვარე ივანიშვილს თხის რქაში ყავს, ყველაზე ძლიერი შავი მთვარე არის, აქ ყველაზე მეტად შეგვიძლია ხოლმე რომ დავასკვნათ, თქვათ, თუ ამ ლილიტით მოდის ადამიანი, თუნდაც ხელისუფლებაში, თუნდაც ოჯახში ყავს ესეთი ლილიტის ადამიანი, ის ვერ გაუცდელებს ცდუნებას ძალაუფლების. ეხლა რა არის თვითონ აი ეს ცდუნება, ხო? აი თვითონ თხის რქა ძალიან კავშირში არის შინაგან სინდისთან. აი როდესაც შავი მთვარის საცდურები მოდის, როგორც წესი ადამიანები ამ სინდისზე ამბობენ უარს ხოლმე. აი თუ გავეხსენებთ მაგალითად გერმანიის ეს მეორე მსოფლიო ომის დროს, ხო, ჰიტლერის გერმანიას, როდესაც სისტემა შეიქმნა სრულად ადამიანების წინააღმდეგ მიმართული, ხო? და იმ სისტემაში ვინც კი მსახურობდა, აი ის იყვნენ, აი ის ენერგია არის თხის რქის ლილიტისეული ენერგეტიკული ველი. მაგალითად, როდესაც 37 წლებში იყო დახვრეტები ჩვენთან და კომუნისტურმა ესე სისტემა რო შექმნეს კომუნისტებმა, რომელიც ადამიანების წინააღმდეგ იყო მიმართული, ეს სისტემა თვითონ აი რო აგიხსნათ თხის რქის ენერგია, ეს სისტემა არის თხის რქის ენერგია. მაგალითად, მას აქვს მეორე ჩრდილოვანი მხარე, იმიტომ რომ თხის რქის ოპოზიცია ეს არის კირჩხიბი. და აქ ზოგთან შეიძლება გამოვლინდეს ზოგ ადამიანს, ვისაც შავი მთვარე თხის რქაში ყავს, ან ზოგადად ეხლა ცაზე რაც იქნება, ის ყველას შეგვეხება ჩვენ, ოღონდ აქ ის გადარჩება მარტო ვისაც ეს სინდისის ხმა ექნება უფრო ძლიერად. მაგალითად, კირჩხიბი არის ძალიან მისი ჩრდილოვანი მხარე ყველაზე შიშა რა სიტყვაზე, ხო? ზოგიერთი ლილიტი თხის რქაში, აი ახლა რო აგეხსნათ ძალიან კარგად, ხო? აი თუნდაც ახლა რაც ხდება ღარიბაშვილთან და რატომ მოხდა ეს ყველაფერი, როდესაც არის ინგრესია ბოლო გრადუსებზე ახლა შავი მთვარე მშვილდოსანში. გადადის უკვე თხის რქაში. ერთი თვით ადრე უკვე აქტიურად ჩანს მომავალი ლილიტის ენერგიები, როგორც წესი. აი ახლა კორუფციული ვითომ სკანდალები, ვითომ ეს ყველაფერი ლილიტი თხის რქა არის, ასევე ღარიბაშვილი. ივანიშვილიც არის შავი მთვარე თხის რქა. ეს არის ორი ჯოხის ერთი ბოლო. ერთი არის, აი ძალიან ისე ცუდად რო ვთქვა, ერთ-ერთი ლილიტი თხის რქის მეორე ჩრდილოვანი მხარე არის მონობა, მორჩილება, სრული უპირობო მორჩილება სისტემის ან ძალაუფლების მქონე პირების და ეს შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში იყოს, რომ აი ლილიტ თხის რქას ჰქონდეს უპირობო მორჩილება ხელმძღვანელის, მამის, დედის, ანუ აი ეს არის მეორე ჩრდილოვანი მხარე, როცა საერთოდ კარგავს ადამიანის საკუთარ ავტორიტეტს, საკუთარ ესეთ ღირსებას სიტყვაზე, ხო, საკუთარი თავის პატივისცემას და არის მეორე ჩრდილოვანი მხარე, რომელიც ყველას ჩაგრავს, რომ თვითონ იყოს ავტორიტეტი, თვითონ იყოს დომინანტური და მიდის მერე უკვე სისტემის შექმნა, ეს არის როგორი სისტემა, იცით, ლილიტი თხის რქა
ეს არის აი უვარდებათ კიდეც ეს ძალაუფლება ხელში, რაღაცნაირად უვარდებათ, ხო და შემდგომ შეიძლება ძალიან ბოროტად გამოიყენონ. ან ყველა ძალიან კარგი არის, სანამ ძალაუფლება არ ექნებათ. აი შავმთვარე თხისქის საცდური ზუსტად არის ძალაუფლება. და ის ხა ვისაც შავმთვარე ყავს თხისქაში, ან არიან პიროვნულად ძალიან სუსტები მაგალითად, ან ძალიან დომინანტურები, ხო და ორივე ტოქსიკური არის, ორივე პრობლემა არის და უნდა მაქსიმალურად გამოვიდნენ ამ ორი სცენარიდან. შავმთვარე თხისქაში ეს არის ყველაზე გამოკვეთილად ღალატის ენერგია, ყველას ღალატობს ეს ვინც ძალიან პირველ დონეზე დგას შავმთვარის, მაგრამ ეხლა ცაზე რადგან გადადის ეს ლილიტი, ეხლა ჩვენ დავინახავთ ძალიან ბევრ ღალატს სახელმწიფო დონეზე, ან ძალიან დიდ შიშს ვინმე არ მიღალატოს და იქით უღალატონ მერე ყველას და ძალიან კარგად ჩანს ეს ხა ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს თუ შეხედავთ. ეს არის კორუფციის უდიდესი მასშტაბები ზოგადად თხისქა. აი მარტივად რო გითხრათ, შავმთვარე თხისქაში ყავს უკრაინას და ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანას, იმიტომ რომ ზუსტად შავმთვარე თხისქაში იყო 91 წელს, როცა ჩამოინგრა მთელი დიდი გიგანტური საბჭოთა კავშირის სისტემა, ხო და ყველა ქვეყანა გამოეყო ნენელა. აი ეს არის მეორე მხარე ლილიტი თხისქის, როდესაც შეიძლება ან პირიქით მოგვივიდეს ძალაუფლება, პუტინი რომ მოვიდა 2000 წლებში ხელისუფლებაში, ეს შავმთვარე თხისქაში იყო მაშინ და ერა დაიწყო დიდი ბოროტების რუსეთისთვის, ახლა მოდი ესე რო ვთქვათ, ხო? მე თვითონ მკითხავ ჩვენთან ეს დაიწყო ეს თხისქის ეპოქა, როდესაც აი თუ დააკვირდებით თვითონ არქეტიპი ლილიტი თხისქის, ეს არის სისტემა, რომელიც შიგნიდან ლპება. რატომ? იმიტომ რომ მას ხალხი ემსახურება უპასუხისგებლოდ, ისინი საკუთარ თავს ეს არქეტიპი ლილიტი თხისქის არ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისგებლობას და ყველა გზევითაც რო ადიხარ, ისინიც არ იღებენ პასუხისგებლობას თავის თავზე. არიან ყოველთვის ვიღაცა ცენტრი უნდა იყოს, ხო? ეხლა ამ შემთხვევაში ივანიშვილი არის ეს ცენტრი, ხო? თვითონაც ვერ აცნობიერებს პასუხისგებლობას. საერთოდ თვითონაც არ იღებს პასუხისგებლობას. ყველაზე საინტერესო არის, რომ აუცილებლად მასაც ეყოლება ვიღაცა ვისაც აი ექნება სრული ან დაემონოს, ან ავტორიტეტად აქციოს. სავარაუდოდ ჩემი აზრით, ახლა მე რასაც უყურებ, რუსეთი არის მისთვის ყველაზე იქით რო ეტენებიან ხოლმე რა და ამ დროს რო შეიძლება არც იტენიან, ხო? იმიტომ რომ ლილიტ თხისქას და ეს ყველას შეეხება ახლა ეს 9 თვეის განმავლობაში, ლილიტ თხისქას სინამდვილეში სჭირდება პატივსცემს მხოლოდ ძალას. მას არ აქვს არანაირი ემოციები, ანუ მთლიანად ბლოკავს კირჩხიბულ ენერგიას შავმთვარე თხისქაში, მთლიანად არის მხოლოდ ორიენტირებული ძალაუფლებაზე და მას შეუძლია არნახული სისასტიკე ან სიცივე გამოავლინოს. საერთოდ კეტავენ, როცა აქტიური თხისქაზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, საერთოდ კეტავენ ემოციებს და შეიძლება იყოს როგორ რაღაც იცით, რომ მაშინ გამოხატო ემოცია, როცა მე მჭირდება, მაშინ ვიურთიერთო ვინმესთან, როცა მე მჭირდება, ანუ შიგნით მთლიანად მოვსპო ჩემში ადამიანი. მთლიანად მოვსპო ჩემში მგრძნობიარე არსება და მხოლოდ იყოს ან დამონება, მორჩილება, ან დომინირება, ძალაუფლება. ეს არის ახლა თუნდაც ღარიბაშვილის და იმის ომს რო უყურებთ, ვითომ ომი რა არის, ხო? ის სრისავს სუსტს, ეს ემონება მიუხედავად ყველაფრისა, რომ აი მაინც მიყვარხარ, ხო? და საბოლოო ჯამში აქ არის ლილიტი თხისქის ენერგიები საცდური. პიროვნულად ორივე მხარე რო კარგავს სინთის. ინტერესინტისი არის ზუსტად უმაღლესი ოქტავა თხისქის, ხო, რომელიც ლილიტის შემთხვევაში ეს არ არის. ხა რა შეიძლება გამოვლინდეს ქვეყნის მასშტაბით, რადგანაც შავმთვარე ახლა ხელმძღვანელობას, ხაშეს ივანიშვილის მეუღლესაც ლილიტი ყავს თხისქაში. ძალიან გონიათ ხოლმე ლილიტ თხისქებს, რომ პოლიტიკაში ერკვევიან და იმიტომ ვერ ერკვევიან, რომ სინამდვილეში არ იღებენ პასუხისგებლობებს, რაც საჭირო არის თხისქისთვის. მათ ყავთ ყოველთვის კულტები, ვიღაცა შავს უნდა მიყვებოდნენ, ვიღაცა უფრო ძლიერს უნდა მიყვებოდნენ, ამიტომ პიროვნული ღერძი არ არის ხოლმე და ზუსტად პოლიტიკაში ძირითადად დომინირებს ხოლმე ძალის სიყვარული. ვინც ასე მუშტს არ ტყამს, ან ვინც დომინირებს, ან მე შენ გაგსრისავ, აი ის უყვართ. ეს პირველი დონის ლილიტ თხისქებს ახასიათებს და თან ესეთები უყვართ და თან თვითონ თავის სუსტებზე ეგრევე დომინირებას იწყებენ და ასევე სრისავენ. ანუ
ეს არის შავი მთვარის ყველაზე ესე დიდი ბოროტების ენერგიაც რო ვეძახით, ხო? ყველაზე მეტად ჩვენთვის ეხლა ნუ ქვეყანაში რა გამოირკვევა. გამოჩნდება ნელ-ნელა სისტემა როგორ ყვებოდა საჯარო სისტემა, საჯარო სამსახურები, მაგალითად ახლა მე მქონდა მაგალითად შემთხვევა, პასპორტის გამოცვლა მინდოდა, მივედი და ну მივიტანე საფუთები, უცა წერენ რომ ის არისო, დაბრაკული არის, შენი ფოტო არა და მათთან გადავიღე ჩვეულებრივად, ანუ ვიღაცა იჯდა იქ და დაბრაკა. და რომ მივედი მე ცოტა დაგვიანებით რომ მიმეყვანა ვინმე ვინც დაადასტურებდა ჩემს რეალობას, ხელოვნურად შექმნილი ბარიერები არის, ხო? აღმოჩნდა რომ ყველაფერი იყო გაუქმებული. ანუ ეს განცხადის ფულის დაიკარგაო თქვენია და თავიდან უნდა გაკეთოთ ყველაფერი. ну ძალიან აღშოთ, იმიტომ რომ ეს არავის ჩემთვის არ შეუწყობინებია, არაფერი არ მომსვლია, არავის ან SMS-ი რომ მომიტა არ გაუფრთხილები ვარ. ну არა, ვერაფერს ვერ იზამთო, კანონი ისე არის მოწყობილია, რომ უჩილოთო, არაფერი არ გამოგივათ, ხო? აი მე პირადად უკვე შევეჯახე იმას, რომ აი სამსახურთან მივდივარ, სახელმწიფო სტრუქტურასთან მივდივარ და ცოტა ისეთ თაკლითობას ჰქონდა ადგილი, ხო? ანუ სპეციალური სისტემა ისე არის შექმნილი, შენამდე ინფორმაცია არ მოვიდეს, მე ხელმეორედ მოგიწიოს იმ ხელა თანხის გადახდა. და ну ახლა რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა სახელმწიფო დონეზე არის კოლ-ცენტრები, თაღლითობა, ხო? ანუ სახელმწიფო დონეზე არის თაღლითობა ჩართული. ანუ იმ დონეზე ის გამოჩნდება, იმხელა გარყვნილება, იმხელა სიბინძურე შეიძლება ამოტივტივდეს. გამოჩნდეს, ოღონდ თან ვერაფერიც ვერ ვქნათ მაინც ну პროტესტი შეიძლება გაიზარდოს ქვეყნის მასშტაბით, ვინც არ გააპროტესტებს, ის აი ლილითურ ენერგიაში არიან უკვე, როცა ძალა არის მთავარი, ანუ ხელისუფლება არის ძალა და მე იმას უპირობოდ ვემორჩილები, ვემონები. ძალიან ბევრი აი აქეთკენ კიდევ უფრო გადაიხრება, ძალიან ბევრი აუჯანყდება, აი აქ უკვე გამოცდები წავა, ну ლიტი გვიკეთებს საცდურებს. გადავლახავთ ამას თუ არა, ეს უკვე ჩვენზე არის. შევქმნით ჩვენივე სისტემაში, თქვათ, მაგ რაღაცნაირი ძალაუფლება. სიტყვაზე ვიღაცაზე, რამდენად გამოვიყენებ ამას. სადამდე შეიძლება წავიდე, სად არის ზღვარი, ადამიანურობის ზღვარი, სად არის ძალაუფლების ზღვარი. აი ეს ყველაფერი იქნება უახლოესი 9 თვე გამოცდები, მეგობრებო. რამდენად ახლა მე თუნდაც რო გითხარით ახლა იუსტიციის სახლში უპასუხისგებლობასთან ერთად კორუფციული ელემენტები აშკარად იკვეთებოდა, ხო? ან ერთი ან მეორე და ორივე სისტემა არის ჩამპალი, ხო, სიტყვაზე. ანუ ის გულგრილობა, ის უპასუხისგებლობა ამოტივტივდება უკვე ყველას შეგვეხება, რაც კი რამე იყო სისტემაში. აი ახლა როდესაც ახლა მე ძალიან უკრაინის კი არა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მხარდამჭერი ვარ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს თუ ნორმალური ფსიქიკა გაგჭაობისკენ არ მიდიხარ, მაგრამ თვითონ შავი მთვარე თხისგაში უკრაინასაც, ხო, ეს სხერპლის როლში, რომელიც ვიღაც ტირანი ჭყლეთს, მაგალითად, აი თან ნეპტუნთან აქვს ერთებაში და ეს სხერპლად რო ეწირება, ეს თემა ნამდვილად გამოვლინდა, თუმცა მთელი ეს პრობლემები იყო, იმიტომ რომ კორუფცია ვერ დაამარცხეს სადღაც, სახელმწიფო სადღაც ვერ გამართეს. ანუ სადღაც პასუხისგებლობა თავის ქვეყანაზე სავარაუდოდ, აი რუკიდან გამომდინარე, ვერ იღებენ. ვერ პოსტსაბჭოთა ქვეყანას აქვს, ჩვენ ახლა შულდოსანში ყავს შავი მთვარე, ჩვენ ცოტა სხვა დროს ცოტა უფრო ადრე გამოვედით ამ ყველაფრიდან, მაგრამ შულდოსანი ახლა ეს იდეოლოგიური პრობლემები არის სადღაც, თუმცა თხისგას შავი მთვარე არის ძალიან ძლიერი. ის ახლა რასაც გადის უკრაინა, ეს ლილიტური თემები არის. ახლა აქვთ დაბრუნება შავი მთვარის. როგორც წესია, ან დაბრუნებაზე ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ აი აქ პირიქით შეგვიძლია დავინახოთ 9 წლის განმავლობაში, რომ 9 წლის წინ იყო ბოლოს შავი მთვარე თხისგაში, ინდივიდუალურად ყველას ეხება, ან შეიძლება დავინახოთ ამ 9 წელიწადში, მაგალითად, ვისაც შავი მთვარის დაბრუნება აქვს სიტყვაზე, აი იქნებ საკმარისი არის უკვე ან მონობა ბჭყალებში ვიღაცა ავტორიტეტების და პასუხისგებლობის არაღება საკუთარ ცხოვრებაზე და საკუთარ თავზე, ან იქნებ დომინანტობა საკმარისი და მოდი რა დავენებო ყველას თავი და შევქმნა ჯანსაღი სისტემა, რომელიც ემსახურება ადამიანებს და არა ადამიანები, რომელიც მახინჯ სისტემას მოემსახურებიან, ხო? აი საცდურები, აი აქ შეიძლება გაცნობიერება მოხდეს. ზოგჯერ არის შავი მთვარის დაბრუნება სერიოზული ინსაიტების წინაპირობა იყო. სერიოზულად გავაცნობე, რომ ის რასაც ამდენი ხანი ვერ ვხედავდი. ზოგისთვის შეიძლება პირიქით მოეცეთ კიდე უფრო ძალაუფლება
კიდევ ან სამსახურში დაწინაურება მიიღონ, როგორც საცთური. ამას ზოგი გაივლის, ზოგი ვერ გაივლის, ხო, ესეც ინდივიდუალური. ეხლა ჩვენ ყველამ რა უნდა გავითვალისწინოთ? პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის შავი მთვარე, ან თხის ნიშანი სად გაგვდის, რომელ სახლში. იმ სახლში იქნება საცთურები, ძალაუფლების ან მორჩილების, უპირობო მორჩილების, ხო, ან აქეთ უნდა გადმოვარდეთ მაგალითად პასიურობაში, ხო, ან უნდა გადავარდეთ დომინირებაში. თუ ყავს თხის ნიშანში რომელიმე პლანეტა ზუსტ შეერთებაში, ასევე საცდურები იქნება. ან ემოციური საცდურები იქნება, რომ ემოციურად შეიძლება შემომივიდეს ეს ტალღა ახლა. თუ მზე ყავს თხისქაში და ლილიტი შემომივიდა მზესთან, შეიძლება ეგოს რაღაცნაირად გადიდება იყოს, რომ მე მაქვს ძალაუფლება, რომ სადღაც ესე დემონურად მოვახდინო ზემოქმედება სხვებზე. ან პირიქით, საერთოდ დავკარგო ეგო და მტკინეული იყოს ჩემთვის ყველანაირი ძალაუფლების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა, ხო? ამას მე კიდევ ჩაგიწერთ შავი მთვარი სახლებში როგორ იმუშავებს, ნიშნებზე როგორ იმუშავებს, პლანეტებთან როგორ იმუშავებს, ამაზე კარგ ვრცელ ვიდეოს მალე გაგიკეთებთ, მაგრამ მთავარი იდეა ის არის, რომ ყველასთვის ეხლა იქნება საცთური სინდისთან. აბა გადავაბიჯებთ ამ სინდის, თუ არ გადავაბიჯებთ. გვაქვს შინაგანი აი ეს სისტემის უპირობო მორჩილება, თუ პირიქით ჩვენ გვინდა ისეთი უსამართლო სისტემა შევქმნათ, რომელსაც დავიმორჩილებთ სხვა ადამიანებს და ამით დავტკბებით, ხო? საბოლოო ჯამში გადის ყველაფერი პასუხისგებლობებთან. თხისქა ზოგადად ჩვენთან პასუხისგებლობები არის. ოღონდ ყოველდღიურ შრომაში, რუტინულ შრომაში პასუხისგებლობა. ეხლა არის პერიოდი, განა დიდი მიზანი დავგეგმოთ და მთლიანად ეცადო, რომ ხალხი ავიყოლიო, ხო ამაზე? არა, აი, მაგალითად, მაქვს პატარა პროექტი, ხო? ყოველდღიურად გავწერო, რა მჭირდება ამისთვის, ეკება და შეიძლება იქ გადავანაწილო ვარჯიში ამ და ამ საათზე. წაზაკითხი წიგნები ამ და ამ საათზე, იქ ვიღაცებთან ინფორმაციულად კომუნიკაცია ამ და ამ საათზე, სიტყვაზე, ხო? დავგეგმო ის რუტინა, რას მინდა მივახციო ცხოვრებაში. ცოტა ასკეტურობაც არის, კარგი თხის, ასკეტურობა რა? მაგალითად, რაც მიჭირს ის გავაკეთო. აი, მიჭირს ადრე ადგომა სიტყვაზე და ძალიან დიდი ხანია მაწუხებს, ან წონა მაწუხებს დიდი ხანია, ან დაღლილობა მაქვს სადღაც და მჭირდება გამოკვლევები სიტყვაზე. აი დიდი ხანია რაღაცას გეგმავდი და დავალაგოთ მარტივად ცხოვრება. აი ამისი პერიოდი უფრო არის ახლა, ვიდრე მაგალითად რაღაცა დიდ მიზანზე ვიყოთ ორიენტირებული, ოღონდ ეს მიზანი იყოს უფრო დომინირებისთვის, უფრო კომპლექსებისთვის, რომ მე კომპლექსები სადღაც დავფარო. აი ამაზე როცა თუ ჩვენ ამაში შევალთ, შეიძლება იყოს უკვე თხის საცდური, სერიოზული. და ან კიდევ წავალთ, რომ ძალაუფლება საცდურია, რომელსაც მე ფას ვიხდით ამ ყველაფერში. ამ ტრანზიტზე ასევე გააქტიურდება თხისკის ენერგია არის, ეს არის მაგალითად ჩაკეტილობის განცდა, მარტოობის განცდა, ემოციების გამოხატვის პრობლემა, იმიტომ რომ თავი შავი მთვარე თხისკაში ეს არის სრული გაყინვა, სრული ემოციობა და მხოლოდ სარგებლის მიღებისთვის ურთიერთობები, ან მხოლოდ იმ ადამიანების პატივისცემა, ვინც ძალაუფლებას ფლობს, ვისაც კარიერა აქვს, ვისაც გავლენები აქვს, ან ისედაც ვისაც შემთხვევით თხისკაში ტკბებიან აი ესეთი ტიპებით, ან ესეთი ტიპაჟები არიან მათთვის როგორც სასჯელი. რატომ? იმიტომ რომ ისევ იგივე გადის, მე ვერ მორჩილები სადღაც, ხო, ვისაც არ აყავს შავი მთვარე თხისკაში თუ არა დადებთ ხოლმე თქვათ, იქ ვინმე ავტორიტეტი არის თუ არა, ხო? თან აი თუ არის მაგალითად სატურნთან ასპექტირებული შავი მთვარე, აი მათთანაც შეიძლება აი სატურნი ლილიტის შეერთება, სატურნი ლილიტის ოპოზიცია, ისედაც ნათალურ რუკაში მათ აქვთ მიდრეკილება ან რაღაც სისტემის პატივისცემა და სიყვარული სინამდვილეში აქ არის უფრო შეიძლება, ანუ ინტროექტებს ვეძახით ამას. ვალდებულება უნდა გავაკეთო და შინაში შევიდეთ, საერთოდ არ არის აქ ემოცია, არ არის აქ კომფორტი მაგალითად, ხო? აქ არის მხოლოდ სისტემის უპირობო მსახურება, ან ვიღაცა უნდა მემსახურებოდეს მე და მე უნდა შევქმნა რაღაც სისტემა, ან მე უნდა მემსახურებოდეს სისტემა. მათთვის შეიძლება ახლა უფრო საგრძნობი იყოს ეს ტრანზიტი, ასევე ვისაც თხისქაში ყავთ პლანეტები, მათთვის შეიძლება საგრძნობი იყოს, განსაკუთრებით ზოდიაქოთი თხისქები მაგალითად. და ყველაზე მთავარი რა არის, იცით, რომ აი პოლიტიკურ თემებში, მსოფლიო დონეზე, ახლა ძალიან ბევრი
ისეთი სწავლა, ეკონომიკური კრიზისები, სისტემების რღვევა, ან სისტემაში რო გაითვალისწინოთ თქვენ, ხო, სკანდალები პოლიტიკური, ვიღაცებმა შეიძლება ძალიან სერიოზულად დაკარგონ თანამდებობები. თან დიდი ღალატით ეს კირჩხიბული ენერგია არის, ხო? ან ლიტი თხის კარა არის, მასში თან შეიცავს ლიტი კირჩხიბისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ეს არის ღალატისკენ მიდრეკილება, ეს ნეგატიურს გულისხმობ, ხო, ყველაზე ბნელს გულისხმობ. ღალატი ეს არის ვითომ ოჯახისთვის რო ვაკეთებ, აი ქართველები ხარ, რომელიც მაგალითად აი ამ რაღაც ბოროტების ღერს ემსახურებიან, აი ჩემი ოჯახისთვის მინდა. მე გადმოვაქცი. ამათ კატებს რო ვაკეთებ, ჩემი ოჯახისთვის მინდა მაგალითად, მე ვზრუნავ ჩემ ოჯახზე და სინამდვილეში საკუთარ თავს ეზრუნავენ და აი ამ თავისი ოჯახის სახელით ხო გავწირო ბევრის ოჯახი მაგალითად და ჩემთვის არ იყოს სხვების ოჯახი მნიშვნელოვანი. ხო, აი ეს ენერგია კირჩხიბული ყოველთვის არის, ანუ ლიტი თხისქა ძალიან დებს თავს ტრადიციულობაზე, ვითომ რაღაც აი მე ვარ თქვენი პატრონი, ხარ ივანიშვილზე რომ ამბობენ ხოლმე მამა არის ჩვენი და მარჩენ არის, სულ ფეიკი არის ეს, ანუ ლილიტური ფეიკი არის, ლილიტი ქმნის ესეთ ილუზიას ფეიქს, სხვათა შორის ქველმოქმედებაც არის თხისქვის ენერგია, რომ აი მე თქვენამდე გიკეთებთ, აი მე თქვენზე ვზრუნავ, ხო? და შავმთვარე თხისქაში ამის საცდურს გახდის ძალიან ბევრისთვის, განსაკუთრებით ახლა ვისაც შავმთვარე ყავს ისედაც თხისქაში. მან შეიძლება იყოს ფეიკი, რომ აი მე თქვენი პატრონი ვარ. და სინამდვილეში პატრონი კი არ იყოს, აქ დომინირებას აქვს ადგილი, აქ მორჩილების თემა არის. და მე მინდა რომ აი მე შენ გიპატრონებ იმისთვის რომ მე შენზე გავლენა მქონდეს, ხო, სადღაც. ამიტომ თუ არის ოჯახში ლიტი თხისქები, ან თქვენ თვითონ ხართ მაგალითად, ხო? აი ამ საცურებთან იყავით ძალიან ყურადღებით, იმიტომ რომ ვისაც დაბრუნება ექნება შავი მთვარის, ხო? აქ გამოვლენდება აი ზუსტად ეს ტენდენცია, რომ კიდევ უფრო საცდური გაეზრდებათ დომინირების კიდევ აი ეს იმიჯი ვითომ რომ აი მე შენი პატრონი ვარ, აი გვარის, აი რო გადახედოთ, ხო, ვისაც შავმთვარე თხისქაში ყავს, უმეტესად სულ ხახალ უხებით და რაღაცები ტრადიციების მოყვარული ვითომ, იმიტომ რომ კირჩხიბზე გადიან აქ, ხო, ეს ტრადიციულია, ვითომ ქვეყნის რაღაც იმას მართავს, რაღაც ქვეყნის სახე და რაღაცა და ან ოჯახის სახე, ან წინაპრების სახე და სინამდვილეში ეს ფეიკი არის, ხო, დომინირებისთვის არის ეს ყველაფერი, ან გავლენისთვის, რომ მე ვარ აქ მთავარი. სინამდვილეში არაცნობიერში ლიტ თხისქას რო შევხედოთ, რეალურად უპასუხისმგებლობა დევს შინაგანად, ჭრთილი მისი რა არის, ნამდვილი, ის ცდილობს დაამტკიცოს ის, რაც მართლა არ არის შიგნით, რაშიც ეჭვი ეპარება. აი ეს არის მნიშვნელოვანი. სისტემაში იტყვის, რომ აი ჩემზე დაამყარეთ მთელი ნდობა, მე გაგიძღვებით ანგრევს სისტემებს, ჩააჭაობებს, გაუბედურებს სიტყვას, დაშლის, ხო, თავის დომინანტურობით, თავისი ტირანიით, იმიტომ რომ ტირანია ჩვენთან თხისქვის არქეტიპი არის, კიმ ჩეინი რო არის, სხვათა შორის ლიტი თხისქა არის. ეს ყველაზე რა თქმა უნდა მძიმე გამოვლენას ვიძახი, ხო? და აქ სინამდვილეში შემოდის არა ოჯახის და გვარის და წინაპრების ტრადიციული მიდგომა, არამედ ეს არის ძალაუფლება ყველაფრის ფასად. დამორჩილების სურვილის ხვების, ხო, რომ მე მთავარი ვარ. რატომ ჭირდება ეგ? იმიტომ რომ შიგნით ზუსტად ეს არა მაქვს. მე შინაგანად მგონია რომ მე სუსტი ვარ. მე პასუხისმგებლობების მეშინია, მე ზუსტად ამის ოპოზიციაში ვარ და ამას არ მინდა თვალებში შევხედო, ხო? და ნელა ახლა მე რეტივდება ხოლმე ეს ფეიკი, სადღაც საერთოდ ტრადიციულ ასტროლოგიაში შავმთვარე ძალიან თხისქაში ყავს, ან მეათე სახლში ადამიანს პოლიტიკას არ უნდა გააკარო, იმიტომ რომ ძალაუფლებას რა არის ძლიერი ლილიტი. როგორც კი შიგნით შევა, ვერ გაუძლებს ამ საცდურს, უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაუძლებს და რა თქმა უნდა ძალიან გარყნის სისტემას, დააჭაობებს სისტემას. აქ რა თქმა უნდა მე ვუყურებთ უკვე განათლებული არის თუ არა ადამიანი, რა სტატუსით არის, ოჯახი როგორი ყავდა, მაგალითად, ხო, ანუ შინაგანი მდგომარეობა ერევა თუ არა ეს ადამიანი ამ ლილიტს, ხო? აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას ყავს შავი მთვარე, მაგრამ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ეს ბოროტება, პირობითად რო ვთქვა, დომინირებს ჩვენში თუ სელენას ენერგია სიკეთე დომინირებს, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თორე შეიძლება ყველანაირი ლიტი ყავდეს. ნუ უფრო ძლიერი ლიტი მაგას ნიშნავს, რომ ან მსხვერპლის როლში ვართ ან მოძალადის როლში და ამ როლებიდან გვიჭირს გამოსვლა, ესე ვამბობთ ხოლმე, ხო? მაგრამ
მან ჩვენზე არის არჩევანი. ბნელისკენ წახე რო ვიცი რომ ჩემთვის ძალაუფლება არის საცდური ძალიან ხელი არის ხედვა როდის გადავდივარ ზღვარს მე ვერ ხედავ ეგ არის ლილი ჩვენ ვერ ხედავთ იმიტომ რომ სულიერი გამოცდილება არ აქვს. ხო შავთვარე თხისგაში არ აქვს გამოცდილება ჯანსაღი თქვათ ასკეტიზმის ჯანსაღი პასუხისგებლობების ხო სულ აქეთი იყო მსხვერპლი მოძალადე ხო და უნდა შეცვალოს თელი ენერგეტიკული ველი რა უნდა გააკეთოს ემოციების გამხატვა ისწავლოს ყველაფრის ფაზად აი როცა ძალაუფლება მეძლევა ხო კეჩხებში გადავიდე შევხედო ადამიანების გრძნობებს მე რომ მოვთხოვ მას რაღაცა სიტყვაზე ხო შევხედო ადამიანურად როგორ შეიძლება ემოციურად მიმართო გრძნობიარეთ გავითვალისწინო მისი ემოციური ფონი ან ადამიანობა ამოვატივტივო ჩემში ხო ეს ყველას გვეხება ახლა იმიტომ რომ შეიძლება ყველაზე მოახდინოს ზემოქმედება ამ ლილიტმა გამოვუვლინდეთ ხასიათში ბევრ შეიძლება აი როგორც ახლა მაგალითად საქართველოში ძალიან კარგად გამოჩნდა ლიტ-თხისგაზე ენერგეტიკაზე დაჯდა მთელი საჯარო სამსახურები პოლიტიკური სპექტრი მაგალითად სუძლით ივანიშვილის ენერგეტიკაზე დაჯდნენ თლიანად პიროვნება დაკარგეს და სისტემას ემსახურებიან რომელიც შექმნა ივანიშვილმა შექმნა სავარაუდოდ რა რუსეთისგან ხო ისინი ყოველთვის აკოპირებენ ვიღაცისგან მაგალითად პუტინმა შექმნა საბჭოთა კავშირისგან მეათე საქმე შავთვარე ყავს იმასაც არ აქვს უნარი რაღაც ახალი მოიგონოს ისინი ყოველთვის ვიღაცას ბაძავენ ყველაზე ბოროტებს ბაძავენ თან ყველაზე მახინჯ სისტემებს ბაძავენ ხო? აი ნუ რეალობა არის ესეთი, ეს აქ შამთვარეს რომ ჩვენ შეგვიძლია რეალობა დავინახოთ კარგად და არა ფეიკი შევქნათ და მოვიგონოთ რაღაცეები და აი კიმ ჩეინი ტიპიური ლიტ-თხისგის ენერგია არის ხო? და სინამდვილეში ნუ ტიპი არის ვხედავთ რას ხო? რაც არის ხო? ამიტომ ეს არის სერიოზული საცდურები და როცა ვხედავ ამას რომ აქ შევდივარ მე რა უნდა გავაკეთო? ემოციური ინტელექტს მივხედო, განმოვითარო ემოციური ინტელექტი, ვიმუშაო თერაპიულად მაგალითად, გავხსნა ემოციები, ვიმუშაო ინტროექტებზე, შეიძლება ეს არ შეიძლება, გვარში წინაპრებში იყო ეს ზედმეტი კომუნისტური ველი. ანუ კომუნიზმი არის მხოლოდ აკრძალვები, მხოლოდ შეიძლება, არ შეიძლება. ეს უნდა დავანგრიო ეს სისტემა სადღაც გვარში, ხო? და არა გავაგრძელო დომინანტურად თხის ენერგია რა თქვენ ახლა მე დამემორჩილეთ ხო თან ზოგი არის რომ გამწარდა ამ სისტემით მაგრამ იგივე საკეთებს მე სხვებთან თვითონ მე თუ ამის დანახვას დავიწყებ მე ჩემში დავამარცხებ ბოროტებას და ბოროტება რა არის აი თუ ლილიტის ენერგიას შევხედავთ ხო ეზოთერული გაგებით თუ შევხედავთ ლილიტის ენერგიას აი ადამიანი რომელიც კარგავს ძალაუფლებას საკუთარ თავზე და ლილიტი გვაკარგვინებს ძალაუფლებას საკუთარ თავზე აი ამ მიტოვებულ ტაძარს ეშმაკები ეპატრონებიან ეზოთერულ ენაზე ეს არის ბნელი არსებების იმაში ხვდებიან აი პუტინიც თუნდაც ივანიშვილს შიშები რო აქვთ რაღაცებით რო დადიან ექიმებს რომ მიმართავენ თუ ვიღაცებს შიში გაუჩნდათ, იმიტომ რომ შიში ჩდება იქ, სადაც ეზოთერულ ენაზე გეუბნებით, იქ არიან უკვე ეშმაკები დაპატრონებულები, ხო? იმიტომ რომ მე თუ ჩემს თემებს არ ვმართავ, ჩემ ენერგიას არ ვმართავ და მივყვები აი ქაოსურად, გავყვები აი ამ ბნელი ენერგიის საცდურებს, იქ დავკარგავ ჩემ თავს, აი ხშირად არის იმებში, წიგნებში თუნდაც ქრისტეს ესეთ ბიბლიაში ახალ აღთქმაში არის ქრისტე რო აიყვანა ეშმაკმა და აჩვენა მთელი მიწიერი სიამოვნებები ხო და ამას შენ მოგცემ ოღონდ გახდი ჩემი მორჩილი ზუსტად ეს არქეტიპი არის რელიგიურად და ესოთერულადაც მსგავსი არის როდესაც აი ამ სასურს ეშმაკს ვემონებით შევხვდებით მისი საკვები ის გმართავს, ჩვენ აღარ ვმართავთ ჩვენ თავს, ანუ ჩვენ კარგავთ ჩვენ სულზე გავლენას. ეს არის ეზოთერული კუთხე. ამიტომ მე აქ ხდებიან მთლიანად ადამიანი მისი სული კარგავს კონტროლს მის სხეულზე. ხო? და ამიტომ მე შიშები აქვთ, ეშინიათ, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ თვითონვე მოხვდნენ ამ საცდურში, ხო, სადღაც, ანუ სადღაც დაკარგავ კონტროლს და მორჩა უკვე შენ გარიგება ეშმაკთან გაქვს. დომინანტურად ხა ცოტა დარქად მივყვები ლილიტის ენერგიას, მაგრამ სინამდვილეში ეს არის. აი ამ საცდურებიდან ჩვენ რო გამოვიდეთ, ხო? აი აქ არის ძალიან მარტივი სინამდვილეში რამ, აი ლილიტის შემთხვევაში, ხო, თუ ვისაც ყავს შავთვარის დაბრუნება გავხსნათ ჩემში ემოციურობა, გავხსნა ადამიანურობა. ვიღაცაზე რომ მინდა რომ არა ესეა.
მოდი აი დავანებო თავის ეს საჭიროა მეუკეთ ვიცი თემები, ხო? და დავიბრუნებ კონტროლს ჩემ თავზე მათ, ხო? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და აი ზუსტად ამ საცურების წინაშე დავდგებით, გავიმარჯვებთ, თქვათ, თუ აი ამ ჩამპალ სისტემებში ან არ ვიქნებით მორჩილად, ან მე თუ ჩამივარდა სისტემა, მე ამას არ გამოვიყენებ ეგოსთვის სიტყვაზე, ხო? და აი აქ გავიმარჯვებთ ჩვენ. შავი მთვარე სინამდვილეში კარგად აჩვენებს ჩვენში რა არის სისუსტე. ახლა ივანიშვილმა ძალიან კარგად ამოატივტივა ის ჭაობი, რაც ენერგეტიკულ დონეზე იყო ერში, ხო? და ძალიან კარგი არჩევანიც მისცა ხალხს, ვინ წავა ნათელი გზით, ვინ წავა ბნელი გზით. ფაქტიურად ბოროტებასაც აქვს თავისი კეთილის რახვები, იდეა რო ვთქვათ, ხო? ანუ აბსოლუტური ბოროტება არ არსებობს, მაინც მასაც აქვს კარგი საცდურები იმისთვის, როგორც ეშმაკს, რომ გამოგცდის. აბა არის შენში სისუსტე თუ არ არის? ამიტომ მაგასაც აქვს თავისი ძალიან კარგი გაკვეთილის მიღების შესაძლებლობა. ამიტომ წერ ახლა ამ ვიდეოს, რომ თქვენც იცოდეთ უახლოეს 9 თვე, რა საცდურების წინაშე აღმოჩნდებით, რა არის ეს შავი მთვარე თხისგაში, თქვენ დაინახავთ პოლიტიკაში ძალიან ბევრ ღალატს, ძალიან დიდ კორუფციულ სქემებს, ძალიან დიდ სიბინძურეს, აი წარმოუდგენელ ჩამოშლას სისტემის. დიდი ბოროტება შეიძლება გამოჩნდეს, ახლა ვის ხედავდით, მაგრამ ვინც ვერ ხედავდა, ახლა კიდევ უფრო საშკარაოზე გამოვლინდება, ან უბრალოდ შეგვეხება ჩვენ, ხო? აი სისტემების უპასუხისგებლობა და ჩალპობა კარგად შეგვეხება, ხო? და კრიმინალური წყობა ხელისუფლების, ამასაც დავინახავთ ძალიან კარგად. სხვათა შორის, აი უკრაინაშიც თავიდან ზუსტად ეს თემა იყო, რომ ვერ გამოდიოდა ქვეყანა აი ამ კორუფციული ბარდაკიდან, ხო, სადღაც და ესეც ლილიტი თხის საცდურები არის და ეს ძალიან ძვირად უჯდებათ მე სადღაც, ხო, აი იწმინდება თითქოს ენერგეტიკულად ძალიან მძიმედ და აი ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა, შემდეგ ჩაგიწერთ უკვე სახლებზე, ნიშნებზე, ზოდიაქოს ნიშნებზე, პლანეტები, ვისაც უხდება თხის რქაში, მაგალითად მათთვის როგორ იმუშავებს ეს ტრანზიტი, საკმაოდ ვრცელი ვიდეო ჩაგიწერთ, უბრალოდ მონახაზი მინდოდა ეს თქვენთვის გამეზიარებინა რა გველოდება უახლოესი 9 თვე როგორც ქვეყნის მასშტაბით, ესე სახელმწიფო სტრუქტურები იქნება, ეს სამსახურები იქნება, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა, ოჯახურ ავტორიტეტებთან ურთიერთობა და დომინირება და მთელი ამბები. აი ამას დააკვირდით, ეს იქნება ახლა გამოწვევა, ხო? დროებით მეგობრებო.